და ახლა ესე იგი დავუბრუნდეთ თბილისში და მაინტერესებს თქვენგან როგორ გაატარეთ გასული 2-3 დღე თოვლიან დედაქალაქში. მე ვისაუბრე ეთერში. ძალიან მარიამ პრობლემა შეიქმნა ერთ-ერთი არ ყოფილა რა თქმა უნდა ძალიან ბევრ შეიქმნა პრობლემა ქალაქგარეთ ვიც არის ცოტა მოშორებით იმხელა თოვლი იყო რომ გაუჭირდათ ადამიანებს კონკრეტულ ადგილამდე მისვლა. შენ რა კენი? იცი რა ვერ ვიტყოდი რომ გამიჭირდა მაგრამ ბავშვობაში დამაბრუნა სხვათა შორის ამ თოვლმა და ესე იგი დედაქალაქში მოსული ეს ნალექი და თოვლი იძლეოდა იმის შესაძლებლობას რომ გვესრიალა სხვათა შორის თუმცა სათხილამურო ტრასები არ გვაქვს და სად არის სათხილამურო ტრასები რა თქმა უნდა ეს კურორტებზე გუდაურში სადაც შეგვიძლია ახლა გადავინაცვლოთ იქ იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი ლიზა ნოზაძეს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში და ის მოგვიყვება რა ხდება ადგილზე ლიზა მოგესალმებით დავქნათ წამოვიდეთ ჩვენს ეთერის შემდეგ შუადღეფშვიდობისა პირდაპირ ეთერში საოცრად ლამაზი გუდაურიდან მოგესალმებით თოვლიანი მთები და მზიანიცა ერთდროულად აქტიურ და იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად რა ხდება დღეს გუდაურში და რაც უნდა ელოდონ დღეს დამსვენებლები ამაზე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ჩქარეული გაგვესაუბრება გამარჯობა ბატონო ნიკა მოგესალმებით მივესალმებით ტელემაყურებელს ბატონო ნიკა თუ შეიძლება რომ გითხრათ რა ხდება დღეს გუდაურში და რა მდგომარეობაა ტრასებზე როგორც ხედავ თოვლის საფარი და იდეალური ამინდი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ სეზონი აქტიურ ფაზაშია ყველა სასრიალო ტრასა მომზადებულია საბაგიროები გამართულია და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის გუნდი ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვიზიტორების კომფორტის და უსაფრთხოებისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ გუდაურში, უსურვებდი პირველ რიგში აუცილებლად კარგ დასვენებას, სასრიალოდ გამოსვლის შემთხვევაში აუცილებლად თან უნდა იქონიონ შესაბამისი აღჭურვილობა თისთვის შესაფერისი და აუცილებლად უნდა შეარჩიონ მათთვის მისაღების სასრიალო ტრასა, რომელიც ჩვენ გვაქვს 4 კატეგორიის. ეს არის დამწყებებისთვის, მოყვარულებისთვის, სპორტული ტრასა და ასევე ექსტრემალური ტრასები. მადლობა დიდი ასეთი საინტერესო პასუხებისთვის. ჩვენ კი შესაძლებლობა გქონდა გავსაუბრებოდით ადგილობრივ სტუმრებს და შეგვიძლია ვნახოთ მათი კომენტარები. Actually this is my first time in Gauduri. პირველად ვარ გუდაურში, ბევრი თოვლია, ძალიან მომწონს აქაურობა. I like that. And go ahead. Go ahead. I like you. I love you. I love you Georgians. I love you. მე ძალიან მომწონს გუდაური და იმიტომ მომწონს რომ სრიალებ ძალიან მომწონს მეგობრებიც და ბევრი ადამიანები გავიცანი. ყველაზე მეტად გუდაურში მომწონს მთები და სათხილამუროდ და დასასვენებლად ყველაზე საუკეთესო ადგილია. ძალიან მოგწონს გუდაური, ყველაფერი ძალიან ლამაზია. ადგილობრივები კეთილგანწყობილები არიან. უხარიათ რომ აქ ვართ. Very loving. I love it. Gudauri is beautiful and fun, good. მე კი ჩვენ ერთ გულ მაყურებელს ვურჩევ რომ აუცილებლად ესტუმრონ ამ ჯადოსნურ ადგილს.